ჩვენ ვართ სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე. შეიძლება ითქვას, რომ 70% უკვე დაკარგულია. რეჟიმი, რომელიც ადამიანებს აკავებს მხოლოდ იმ სიტყვების დაძახებისთვის, რომ ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, ამას მეტი არაფერი არ ქვია, თუ არა რეჟიმის მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვაზე ხელის მოწერის სახელით. რა შეიძლება დავუპირისპიროთ მონოლოგში იკითხეს და დავფიქრდი და ხედავ, რომ ვერაფერს ვერ ვუპირისპირებ, გარდა იმისა, რომ არ ვჩერდები. გარდა იმისა, რომ ამ ქვეყანაში ვარ ისევ, გარდა იმისა, რომ ცოცხალი ვარ და არ ვნებდები, არ შევეგუები. ამ სიტყვების და ამ განცდის და ასეთი ტიპის ბრძოლის გარდა ვერაფერს ვერ ვუპირისპირებ და არ მეშინია დაჭერის. არ მეშინია ციხეში წასვლის. იმიტომ კი არა, რომ იქ რამე კარგი მელის, როგორც ქართული ოცნების ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, დიახ, ჩვენ ახლა კარგი ციხე გვაქვს. არა, ამ ციხეს ახლა მართავენ კრიმინალები, რომლებიც მთელს ქვეყანას მართავენ, ასევე და ვხედავთ რა ხდება, კრიმინალური გარჩევების გამო ადამიანებს კლავენ, ახრჩობენ, მდინარეში აგდებენ, მაგრამ გარდა იმისა, რომ ჩვენი სიცოცხლის ფასად ვიბრძოლოთ საქართველოს თავისუფლებისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის, ვერაფერს ვერ უპირისპირებთ, იმიტომ რომ ჩვენ დიახ გვაქვს კომპლექსი ომის, რევოლუციის, არეულობის, უბედურების, სიკვდილის და ეს კომპლექსი აქვს მე მგონი მთელ სამყაროში ყველა სახელმწიფოს. ჩვენი ქვეყანა ახლა არის ისეთ გზაგასაყარზე, როგორშიც ვიყავით არა უკვე 30-იან, არამედ 20-იან, არამედ 30-იან წლებში. გულაგი ახსენეთ ეს სიტყვა და გავიხსენოთ რისთვის იყო დაჭერილი, მაგალითად, ზუსტად გამსახურდია ხო სოლჟენიცინის გულაგი თარგმნისთვის. ანუ არ ვიცი, უფრო მძიმე პერიოდი საქართველოს ისტორიაში საბჭოთა კავშირის პირველი პერიოდის გარდა, ვიდრე ახლა არის. ჩვენს თანამედროვეობას ყავს 50-ზე მეტი პოლიტპატიმარი და ამ სიტყვის თქმისთვისაც კი რეჟიმი მზად არის მიიღოს ახალი კანონები და ციხეში გაგუშვას მალე ყველა, ვინც ამას გავიმეორებთ. თუ ამას ვიტყვით, ან არ ვიტყვით, რამე იცვლება? პოლიტპატიმრები აღარ გრჩება? მაცივარში უფრო კარგი მდგომარეობა გვხდება? გარეთ ჯანდაცვა, განათლება უფრო კარგი არის? გეხოცებით მიპასუხეთ, საიდან იწყება ეს ყველაფერი? საერთაშორისო ორგანიზაციები ტოვებენ ჩვენს ქვეყანას, ვისაც შემოქონდა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გარანტიები, დახმარებები, რითიც გადავრჩით ჩვენ 90-იანი წლების დასაწყისში და მერე უკვე არაერთი პერიოდი. ქვეყნიდან გადიან ისეთი საგანმანათლებლო სისტემები, რომლებიც ჩვენს ახალგაზრდებს აძლევდა საშუალებას წასულიყვნენ საზღვარგარეთ ესწავლათ უფასოდ. ლაშა ამაზე ალბათ გაცილებით უკეთ ისაუბრებს, იმიტომ რომ სტუდენტებს არაფერი აღარ რჩებათ, იმიტომ რომ ვიგუდებით, ჩვენ ბოლო დღეებს ვითვლით. ვიგუდებით, არაფერი აღარ გვაქვს მედიას, ჩემი ტელევიზიის მაგალითი რა დღის ხო მარტო. არაფერი აღარ გვჭება, მალე საარსებო შესაძლებლობებიც აღარ გვექნება. დავიწყებთ ჩვენი განსაცმელის გაყიდვას, რომ რაღაცნაირად ვიარსებოთ, გადავრჩეთ, ოღონდ კი დავრჩეთ ამ ქვეყანაში და შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა და მათე მითხრა თუ იყიდის მყიდველიც თუ დარჩა, კი, ქოცები იყიდიან ალბათ და მარტო მათი ქვეყანა შეიძლება დარჩეს ეს. დამეხმარი. გემოვნების ამბავი შეიძლება ვერ ჭირდება ახლა ხო ჩემი ძველმანები მართალია ესეც. ბაჩი, თქვენი